გუდაურის სეზონი გადარჩა. ზამთრის სპორტის მოყვარულების ნამდვილი სამოთხე ხალხითაა სავსე. მოყვარული მოთხილამურეებისა და ეგრეთ წოდებული ჩაინიკების გარდა თოვლიანი ტრასები სპორტული შეჯიბრებებით არის დაწვირთული. გუდაურმა ფრირაიდერების შეჯიბრებას უმასპინძლა. 25 პროფესიონალმა თუ მოყვარულმა სპორტსმენმა გაუკვალავი გზა თხილამურებით და სნოუბორდებით დაგსელა. So deep, but who do I see coming up the track? A little green man with a snowboard on his back. Saying, and now I'm flying like an angel to the sun. My feet are burning and I bring me to another world. დღეს შარდა და ფრირაიდს კავკასიის ფრირაიდ კაპი მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 25 ადამიანმა. საკმაოდ კარგად ჩაიარა ღონისძიება, ასეთი დაშავებული არ აქვს. ჩემი აზრით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პირველი თოვლის მოსვლის შემდეგ გუდაურის საუკეთესო ადგილია შაბათ-კვირის გასატარებლად. მთელი ზამთარი აქ ცხოვრება ჩქებს და დამსვენებლებითაა გადავსებული. სპორტული შეჯიბრებები კი დღეში რამდენჯერმეც კი იმართება. ჩვენს ობიექტივში ამჯერად ფრირაიდერები მოხვდნენ. ადამიანები, რომელთა ჰობი შესაფერისი სპორტული აღჭურვილობის შერჩევა. შემდეგ კი უკვე ზამთრის კურორტების მოვლაა. ჩემთვის ყველაფერი არის ეგრე რომ ვთქვათ. არ შემიძლია ერთი შაბათ-კვირა მაინც გამოვტოვო და არ ვიცი და რავი ყველას ურჩევ რომ ამოვიდნენ შაბათ-კვირა მაინც და მიიღონ ეს დიდი სიამოვნება. წავიქეცი ტრასაში ცუდად შევედი, ძალიან ჩქარა მოვდიოდი და არ გამიმართლა ესე რომ ვთქვათ და წავიქეცი ერთხელ. რა თქმა უნდა სნოუბორდზე დგავარ და გავყავში მომოდიხარ სნოუბორდით უფრო დიდ სიამოვნებას იღებ ჩემი აზრით ვიდრე თხილამურებით. გუდაური ჩემთვის ყველაფერია. თოვლიც, ადრენალინი, სრიალი ერთად, ყველაფერი ერთად. წავიქეცი კაი შედეგს ველოდი, მაგრამ არ გამომივიდა. ბორდი ჯობია თუ თხილამურები? თხილამური რა თქმა უნდა. რატომ? მე თხილამურზე ვარ და იმით. ფრირაიდერთა შეჯიბრებაში 25-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მოთხილამურეებმა და სნოუბორდერებმა საკუთარი შესაძლებლობები ჟიურის წინაშე გამოავლინეს. პროფესიონალური დონე 1-2 ადამიანმა თუ ალახა, მაგრამ ეს ძალიან კარგია რომ ჩატარდა, იმიტომ რომ საფუძველია იმის, რომ დაინტერესდეს ადამიანი იმისთვის, რომ გახდეს პროფესიონალი.
საუკეთესო მონაწილეები ორ კატეგორიაში დააჯილდოეს. სნოუბორდერებსა და მოთხილამურეებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. მესამე წელია რაც რეალებდა ძალიან საინტერესოა და მოხარული ვიქნები რომ უფრო ხშირად ჩატარდეს ესეთი ტურნირები და შესაძლებლობა გქონდეს რომ გამოვამჟღავნოთ ჩვენი შესაძლებლობები. აი, ქუდი მივიღე. არა, კაი ქუდია მართლა ძალიან თან არმადასი. ისედაც არმადებზე სრიალებ, უბრალოდ ბავშვები და თხილამურებზე ვდგავარ. აღარ მჭირდება სნოუბორდზე გადასვლა. ფრირაიდერების შეჯიბრება საერთაშორისო მასშტაბებს ნამდვილად არებოდინებოდა. უფრო გუდაურის ხშირ სტუმართა გასახალისებელი ღონისძიება იყო. ყოველ შემთხვევაში ორგანიზატორებს ეს მისია მშვენივრად გამოუვიდათ. ღონისძიების უფრო დეტალურ მიმოხილვას ჩვენ უკვე მომავალ კვირაში გადაცემაში ნიუს კულერი შემოგთავაზებთ.